გამარჯობათ. ესე იგი, ჩვენ ცოტა ისე დაგვიგროვდა მასალები, გასავლელი. ასტროლოგიით დაინტერესებულ მეგობრებო, ესე რომ ვთქვათ, ვისაც გაინტერესებთ კარმული კვანძები, დავიწყე უკვე ციკლი კარმული კვანძების ნიშნებში, სახლებში, როგორ ვლინდება, შეგიძლიათ ნახოთ წინა ვიდეო, სადაც საერთოდ ხსნი, რამოდენიმე ვიდეო კი მაქვს დადებული ამაზე, საერთოდ როგორ რას ნიშნავს კარმული კვანძები? ამაზე მაგ ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მუშაობს. პირველი ჩვენ დღეს გვაგასავლელი კურო მორიელის ღერძი, იმიტომ რომ ვერძი სასწორი გავიარეთ წინა ვიდეოში. მაგრამ პატარა შესავალსაც გეტყვით, ძალიან მცდარი შეხედულებაა, როცა მეუბნებიან რა მისია მაქვს, როგორ უნდა გავიარო ეს ცხოვრება. ესე არ მუშაობს კარმული კვანძები, მეგობრებო. არ არის საჭირო ამის ცოდნა, ესე რომ აი ეს მისია გაქვს და ბრმად გაიარე, არა შეიძლება ჩვენ ზოგადად გავაცნობიეროთ, რომ აი მე ეს გზა მაქვს და ნუ მივყვები ამ გზას, ხო? ან ნუ ვერ მივყვები, მაგრამ ამასაც აქვს თავისი მიზეზები, შეიძლება რატო ვერ მივყვებოდე. მარტო კვანძები ხო არ არის, მთელი რუკა არის, იუპიტერი არის, მთვარე არის, მზე არის, ვენერა არის, უამრავი სხვა კომბინაციები არის. და რა თქმა უნდა, ესე ჩვენ ვერ მარტო კვანძებზე ვერ ვიქნებით, მაგრამ პირველი რაში გვაინტერესებს თქვა კარმული კვანძები როგორ არის? მე მაგალითად ვუყურებ ხოლმე არა მარტო ნიშნებში მდებარეობას და სახლებში, არამედ როგორ ასპექტებში არის. კარმული კვანძები კარმულ ასტროლოგიაში ეს არის წინა ცხოვრებების რესურსი და რეზერვი, ან ოჯახური სცენარებიდან წამოსული, ოჯახური გზავნილებიდან წამოსული რესურსები და შესაძლებლობები. აღმავალი ნიშნავს უფრო რა მისია აქვს ადამიანის ცხოვრებაში, ხო? მაგრამ არის კარმული ასპექტები. ხა მაქვს წინა ვიდეოები ამაზეც, თქვათ, როცა რომელიმე პლანეტასთან არის ეს უკვე მნიშვნელოვანი არის. თუ შეერთება არის ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის, გინდა აღმავალის და გინდა აღმავალის. ცალკე გამოყოფ ხოლმე თუ ძალიან ასპექტირებულია კარმული კვანძები. ცალკე დროს გამოყოფ ხოლმე რომ ამის სახასიათება განვავრცო, ესე რომ ვთქვათ, და ფსიქოლოგიურადაც ამას გრძნობს ადამიანი, როცა არის ეს ჩართული ასპექტებით კარმული კვანძები ძალიან გრძნობს, ან შეზღუდვას, ან დიდ გაფართოებას და სურვილებს გააჩნია, ან დიდ შესაძლებლობებს, ან პირიქით შეკვეცილ შესაძლებლობებს, დაღმავალთან მაგალითად გააჩნია ამასაც. თუმცა ახლა დღეს რაზეც გვინდა გავიაროთ, ხო? მოკლე ლექცია, მოკლე ინფორმაცია, პატარა ვიდეო. კურო მორიელის ღერძი ვისაც აქვს პირად რუკაში, ან მერვე სახლები. აი მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ეს ვიდეო და მე მინდა ვისაუბრო როგორც თქვა აღმავალი მორიელი, ასევე დაღმავალი მორიელი, აღმავალი კურო და აღმავალი კურო. აღმავალი ასევე მეორე სახლებში. ზოგადად ვისაც როგორი კომბინაცია აქვს გააჩნია. პირველ რიგში გეტყვით რომ კურო და მორიელი ეს არის ფიქსირებული ჯვარი და ეს არის რესურსების ენერგია, რესურსები. როგორც მორიელი თუ არის სხვების რესურსები და სხვისი ენერგიები, კურო არის ჩვენი რესურსები და ჩვენი ენერგიები. ეს კლასიკურად. სიამოვნებაში ახლა როგორ არის? როცა არის მორიელი კუროს ღერძი, ადამიანების უმეტესობას აქვს რესურსებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება. ჩემი შენი. ეს არის კურო მორიელი. ჩემი რესურსები ეს არის მაგალითად როცა დაღმავალი კარმული კვანძი არის კუროში, ან მეორე სახლში განსაკუთრებით სახლები უკვე ცოტა სხვანაირად მუშაობს. მეორე სახლში დაღმავალი კვანძი ეს არის ადამიანი, რომელიც შეიძლება 16 წლიდან უკვე მუშაობს და თავისი ფული აქვს. 20 წლის ასაკში ყველა ვარიანტში თავისი ფული აქვს, ხო? ანუ მან წინა ცხოვრებებში დააგროვა პრაქტიკულობა, პრაგმატულობა, საკუთარი უნარების გამომუშავება. და გამომუშავება იმისი, რომ მე ჩემი შრომით შემიძლია, ჩემი თავი ვარჩინო. ეს არის როგორც წესი დაღმავალი მეორე სახლი. დაღმავალ კუროსაც დაახლოებით ეს აქვს. ანუ შინაგანი პრაგმატიზმი, შინაგანი შრომის მოყვარეობა და საკუთარ რესურსებზე ორიენტირება. დაღმავალ კუროსაც და დაღმავალ მეორე სახლსაც ეს ძალიან მყარად აქვს. ასევე გააჩნია ხოლმე ადამიანი ნეგატიურად ავლენს თავის კარმულ კვანძებს თუ პოზიტიურად. ეხლა ნეგატიურად მე თუ მკითხავთ ორივე ერთად არის ხოლმე გააჩნია მაინც რუკას, მაგრამ
დაღმავალი ყურო და მეორე სახლის შემთხვევაში შეიძლება ადამიანს კონდეს ცოტა მიდრეკილება პასიურობისკენ, მაგალითად მოთმინება გადამეტებულად. შეიძლება მატერიალიზმზე კონდეს აქცენტი ძალიან დიდიც და ეს ნიშნავს, რომ აიმე, ფული მინდა, მიყვარს ფული, მიყვარს სტაბილურობა, მიყვარს კარგი სახლი და ემოციურ დონეზე თუ გადავედით, იცით, რომ რუკა მუშაობს, როგორც თქვათ, რეალურად პირდაპირ მოვლენებით, ასევე ფსიქოლოგიურად. ზოგჯერ მაგალითად მხოლოდ ფსიქოლოგიურად მუშაობს და არა ესეთ ასპექტებში ხო, ახლა როცა პლუტონი შეგვიძლია ავიღოთ ასპექტირებული ჩვენ პლანეტებთან, შეიძლება ეს ემოციური კრიზისები იყოს და არა რეალურად ცხოვრება შეიძლება მშვიდი იყოს, ხო, ასე თუ ისე. ანუ ეს ამ ფაქტორებს ყოველთვის ვიტვალისწინებთ ასტროლოგიაში. და აქ თუ არ იქნება ეს მატერიაზე მიჯაჭვულობა, შეიძლება ადამიანს კონდეს უბრალოდ ცოტა ყაირათიანობა გადამეტებული. მომჭირნეობა, თან იქ თუ ლილით ყუროს დავახვედრებთ ხო საერთოდ ეს არის უკვე უძრაობაზე მიმართული ადამიანი თულ შემთხვევაში თორე ყველასთან არ არის ესე რა თქმა უნდა. ან არის ემოციურად თავშეკავებული, ემოციურად ცოტა მიუხვედრელიც კი, გააჩნია ხა ქთლიან რუკას შეიძლება ეკტყობები იყოს მარსი რაღაცა, მაგრამ ზოგადად ტენდენციებს გეუბნებით, ხო? რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ერთ ფაზლზე ვლაპარაკობთ აქ და არა ადამიანის მთლიანი რუკა, ახლა ვისაც გააქვთ ინტერესი შეგიძლიათ პირად კონსულტაციაზე მოხვიდეთ ჩემთან და უკვე ინდივიდუალურ რუკაში ჩავსვამთ ამ 1%-ს ინფორმაციის და ხშირად წერენ ხოლმე ჯგუფშიც, Facebook-ზე მაგალითად, იქ YouTube-ზეც ეს კვადრატი მაქვს და როგორ ახსნით. ეს მარტივად არ მუშაობს. შეიძლება ზოგადად ტენდენცია ახსნათ კვადრატზე, რაც შეგიძლიათ თქვენც დაგუგლოთ და წაიკითხოთ, მაგრამ ინდივიდუალურ რუკაში ეს ცოტა სხვანაირად მუშაობს. და პროფესიონალურად უნდა უკვე მიხვიდეთ კონსულტაციაზე ასტროლოგთან და მან უკვე სისტემაში, მთლიანობაში დაინახოს ეს ასპექტი, ხო? ამიტომ ეხლა მე რაზეც ვლაპარაკობ, ეს არის ერთი ხედვა, მნიშვნელოვანი, ამ წერტილში ესე ავლენს თავს, მაგრამ გააჩნია უკვე ძალიან ბევრ ფაქტორს სხვას. უკვე როგორ იცვლის ფერს, იმიტომ რომ ყველა დაღმავალი მეორე სახლელი ან დაღმავალი ყურო ერთნაირად რა თქმა უნდა იქნება, ერთნაირი მენტალობით, ერთნაირი მიდრეკილებით, მაგრამ ლაიტმოტივად მსგავსება რა თქმა უნდა იქნებათ, ხო? და დაღმავალ ყუროს ან მეორე სახლს ეს ახასიათებს, რომ აი ძალიან მყარად შეიძლება დგანან, მიწაზე ზედმეტადაც შეიძლება არიან, როცა უკვე აი ესე რომ იქითა სამყარო მოიცდის, ჯერ აქ მინდა კარგად დავალაგო ყველაფერი. მაგრამ რა არის ახლა აღმავალი, როცა არის მორიელში? მორიელი აბსოლუტურად სხვა ენერგია არის. მიუხედავად იმისა, რომ რესურსებს მართავს, მაინც ეს არის რისკი. ეს არის რომ აი ფილმები რო არის რაღაც დიდი ბიზნეს წარმატებებში გარღვევა მოახდინეს, როცა გარისკეს, ან ფორმულა 1-ში რო არის, რომ აი ვინც რისკავს, ის იმარჯვებს, ხო? ეს არის უფრო მორიელის თემატიკა. ოღონდ ეს იმას არნიშნავს, რომ რაც უფრო გარისკავს, ადამიანი ყოველთვის წარმატებული იქნება. რა თქმა უნდა, ეს ესე არ არის. თუმცა იქ მერვე სახლს უყურებთ, როცა ესეთ რისკებთან არის საკითხი, მაგრამ ზოგადი ენერგეტიკა მორიელის, რომ ეცადოს გაუშვას ენერგია და არა შეაგროვოს, ეს ნამდვილად არის. ამიტომ დაღმავალ ყუროებს ზოგადად ახასიათებთ ცოტა შეგროვება ენერგიის, რესურსებისაც, თქვათ და აი ზოგს პირდაპირ რესურსებზე აქ მიმართული, ზოგი ენერგეტიკულად, მაგალითად ძალიან ნელია, ძალიან დიდ ზოგი, ხო თუ შავი მთვარიც ყუროში არის, თითქოს დიდ ენერგიას იმდენად ზოგავს, რომ შენ გართმევს უკვე ენერგიას, ხო ეს რთულ გამოვლენებებში. ადრეც მქონდა ყუროზე საუბარი, რომ ეხა ზოგადად ვამპირიზმი ყუროს თემა არის, როგორც მაგალითად მე რო არაფერს არ ვაკეთებ და ჩემ მოსაგვარებელს ყველა რო აკეთებს, ესე იგი მე უკვე სხვების ენერგიას ვიყენებ, ხო? აქ ეს ლით ყუროს უფრო ახასიათებს, ოღონდ პოტენციალში გეუბნებით. არ არის აუცილებლობა ამისი, მაგრამ თვითონ ყუროს თემა ეგ არის, ვაგროვებ ენერგიას, მორიელი, მე ვუშვებ ენერგიას. მე დრაივში შევდივარ, ცხოვრების დრაივში შევდივარ, ხო? და ეს დრაივი არის როგორც ცვლილებებისკენ მიდრეკილება და მოეთხოვებათ ცვლილებებს მიყვნენ უფრო მშვიდად,
ეს რა თქმა უნდა ერთბაშად არ მოხდება, ხო 26 წლის ასაკში ნენელა მიხვდება ადამიანი რომ რაღაცა გამიმართლა, რაც უფრო ნენელა გავრისკე გამიმართლა, გამოვემშვიდობე რაღაც წარსულს გამიმართლა, სიახლეები, შიშევედი გამიმართლა. ეს ძალიან უწყინარი, კარგი გარემო არის, მაგრამ მორიელი ასევე არის, მეგობრებო, თავის მერვე სახლიანად ნდობას ხვევის. როცა მე უნდა შევიდე ენერგეტიკულად ამ ცხოვრებაში, ესე იგი უნდა ვისწავლო გაზიარება სხვებთან ენერგიის. მაგალითად, როცა ქალი, რომელიც დაოჯახდა, ბავშვობიდან თავის ფული ჰქონდა 16 წლის ასაკიდან სიტყვაზე 16 წელს, იმიტომ ამბობ, რომ პირველი კარმული კვანძების ესეთი სერიოზული დაბრუნების პერიოდია და მაშინ უფრო იწყებენ ხოლმე ისევ დაღმავლის ენერგიას. და აი უწევს უკვე ქრის ხარჯზე ცოტა ხანი ეცხოვროს, იმიტომ რომ ბავშვებს ზრდის მაგალითად, ხო? და ეს იქნება ოკეი მათთვის, იმიტომ რომ მერვე სახლი ეს არის, რომ ხანდახან მაქვს უფლება უკვე სხვის ხარჯზეც ვიცხოვრო. ცოტა ხანი დავისვენო. ცოტა ხანი ჩემ შინაგან ფსიქოლოგიურ განვითარებას მიუძღვნა თავი, მაგალითად მოვდუნდე გარკვეულწილად და ვენდო სხვებს. წარმოიდგინეთ, ახლა ეს რამდენად დიდი ის არის, ხო, უსაფრთხოების თემა არის აქ, რომ მე იმდენად უნდა ვენდო ადამიანს, რომ მასთან ერთად გავიზიარო საერთო ან ქონება, ან მასზე ვიყო დამოკიდებული. მერვე სახლი ხშირად ეს არის, როცა სხვებზე ვართ დამოკიდებული. მორიელიც ეს არის გარკვეულწილად, თუმცა ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია სხვებზეც მოვახდინოთ ზეგავლენა. და მაგალითად სხვების ფული მართოთ, სხვების ენერგია მართოთ. მეუღლის ფული ვიცით, რომ ამ პარტნიორების ფული მერვე სახლია. და აქ შეუძლია ადამიანს სხვების თანხებზე იყოს, მაგალითად, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ ქმრის ხარჯზე, მაგრამ პროექტებზე იმუშაოს, მაგალითად აი ესეთი არასტაბილური სამსახურები რო არის, მაგალითად პედაგოგები, რომელსაც რეპეტიტორები არიან და ხანდახან მისდით მოსწავლე, ხან მოსდით, ანუ სხვისი თანხები რომ მოდის ჩვენთან. აი ეს არის მერვე სახლი, მეგობრებო. როდესაც პროექტს დავწერ და გრანტს ავიღებ, მაგალითად ამაში, ან უცხოელებთან პერიოდულად მიფინანსებენ რაღაც პროექტებს. ესეც მერვე სახლი არის. და ეს არის, რომ არ ვიცი, სტაბილურობა არ მაქვს. ეს იმას კი არნიშნავს, რომ ყველა მერვე სახლი აღმავალი ვისაც ყავს ან მორიელში ამ ზონაში უნდა იყოს, ხო? თელ რუკაში ჩანს იგი იუპიტერი, მერვე სახლის მმართველი ასე შემდეგ, მაგრამ ზოგადად ტენდენციას ხვდებით ხომ, რომ სტაბილური ფული თავიდან მოდის, სტაბილური ცხოვრება თავიდან მოდის, მაგრამ ნენელა მოსწონთ, ეს კარგ ვერსიაში თუ ჰარმონიზირებული არის კარმული კვანძები, ნენელა მოსწონთ, აი ისე რო არიან, ბედის ანაბარად, არ ვიცი ხვალ რა იქნება, ან გამდიდრდები, ან საერთოდ ფული არ მექნება, ხო? ეს არის მორიელის ფსიქოტიპი. როდესაც მე ნდობა უნდა გამოუცხადო სამყაროს ბედს მაგალითად და ვიცხოვრო უფრო ერთი დღით და არა ისე აღმავალი კუროები რო არიან, რომ ნენელა უკვე უნდა შექმნა სტაბილური ცხოვრება, ფინანსური, მატერიალური ბაზა. აი ამათთვის შეიძლება იყოს ცოტა მორყევადი ეს მატერიალური ბაზა და იყოს სულ აი ბეწვის ხიძზე რო გადიხარ და არ იცი ხვალ რა იქნება. ეს კარგ ვერსიაში, ცოტა რთულ ვერსიაში, მეგობრებო, ეს არის, როდესაც ადამიანი უნდა შეჯანჯღარდეს, ადამიანმა უნდა გაიფიქროს უკვე, რომ რაღაც სხვა რაღაცებიც არსებობს, თქვათ, იქ ეზოთერული თემა, მაგალითად დაფარული ცოდნები, განსხვავებული ინფორმაციები, ან ღრმა ფსიქოლოგია, ყველაზე ნეგატიურ ვერსიაში უფრო გადადიან ხოლმე შამანები, მჭხიბავები. აი რაღაც ისეთი მძიმე ენერგიის ხალხი, მაგალითად, ეს არა მაინც სასიამოვნო ვერსია, ანუ ცოტა ქვედა ზღვარს ვეძახით ხოლმე, აღმავალი, როცა აი მაგალითად აღმავალი თევზი რო ციხეში ხდება და ამ ფორმით იყედებს თავის აღმავალს, ან ლოთი ხდება, ან ნარკომანი, ეს ყველაზე ისე ცუდი ვერსია არის აღმავალის, ხო? მაგრამ ბედნიერები არიან, რომ რაღაც კარგად არიან, რომ აი ეს მაინტერესებდა მე, ხო? აი მოდუნება მინდა, ჩემს გემოზე მინდა ცხოვრება, ოღონდ ამ ფორმით და არა უფრო მაღალი ვიბრაციებით. დაახლოებით შეგვიძლია ესე ვთქვათ, მაგრამ ეს შაბლონს გეუბნებით. მაგრამ უფრო მაღალ ვიბრაციაზე მერვე სახლი, აღმავალი მორიელი, ესენი არიან ადამიანები, როცა უკვე ხვდებიან, რომ სამყაროში არ არის მარტო ის, რასაც ხედავთ. და ყველაზე მეტად ჩემ პრაქტიკაში, რაც შემხედრია, აღმავალი მორიელები არიან უფრო იცით როგორი მენტალობის ნენელა, რომ აი სამყარო ენერგია არის, მეუბნებიან. აი თუ თევზები არის, რომ სამყარო ბუნებაა, თევზები ბუნებასთან არის კავშირში და სამყარო
რაღაც ეს არის ხეები, ბალახები, აი სუნთქვა ხო რაღაც ისეთი მისტიური. მორიელები ამბობენ რომ სამყარო ენერგია, აღმავალი მორიელები ან მერვე სახლები. რა ენერგიაც გაქვს, ისეთი ცხოვრება გაქვს. ანუ აქცენტი აქვს ხოლმე უფრო, ეხლა მე როგორც აღმავალი ლომი ვიძახი ხოლმე ცხოვრება სიყვარულია. აი ეს ყველას აი აღმავალი მერწყულების ცხოვრება თავისუფლება არის, ცხოვრება სოციუმია, ხო? ყველას თავისი აქცენტი აქვს აქ კარმული კვანძების მიხედვით, იმიტომ რომ ჩვენ ისევ ხედავთ სამყაროს, როგორი კვანძებიც გვაქვს ხშირად, ხო? იქ მარტო კვანძებსაც არ არის იქ ვენერა და მთელი ამბებია, მაგრამ აი ესე გეუბნებით. და აი აღმავალი მორიელები ნენელა ხვდებიან, რომ არის ენერგია. რომლის გადიდებაც შეიძლება და რომლის დაკარგვაც შეიძლება თურმე. და შეიძლება ისეთ ადამიანებსაც გადაეყარონ, სადაც ძალიან დაკარგონ ენერგია ან მიიღონ. და ესეც კარმული გამოცდილება არის, თითქოს ესეც მათი მისია არის, რომ დაინახონ, რომ აი განა რასაც ვჭამ, ისეთი ვარ ხო კუროს თემან, თვალი რასაც უყურებს, სილამაზის აღქმა, არა თურმე რაღაც უხილავიც არსებობს, უხილავი ენერგია ვიღაცა შეიძლება შემხვდეს და მეორე დღეს ვეღარ ავდგე, მეუბნებიან ხოლმე ენერგია გამომაცალა სრულად. ესე იგი რაშია საქმე, ხო? ესე იგი თურმე ენერგიაც გვაქვს, თურმე ენერგეტიკაც გვაქვს გარკვეულწილად. მერე ამ ენერგეტიკის სწავლას იწყებენ. მერე ჩაღრმავებას იწყებენ. რა არის ეს? რატო დავკარგე ენერგია? ან რატომ აქ ასეთი მოზღვევებული ენერგია? რატო გამომდის ყველაფერი? ან რატო არ გამომდის ყველაფერი, ხო? აი ესეთ რაღაცეებზე ფიქრდებიან აღმავალი მორიელები და აღმავალი მერვე სახლელები. და ნენელა უკვე ხვდებიან რომ ხანდახან და გაუშვა ენერგია რომ მიიღო. და ძალიან კარგი შედეგი აქვთ ხოლმე იოგას პრაქტიკებში თუ არიან აღმავალი მორიელები. სხვა შეიძლება აღმავალ მორიელებსაც გამოსდით ძალიან კარგად, იმიტომ რომ ეს არის უკვე ის რესურსი, რაზეც შეუძლიათ მე კურო განავითარონ და აღმავალი მორიელები უფრო ის სიმშვიდე, ის დამიწება უკვე შეუძლიათ მათ გამოიყენონ ეზოთერულ სფეროში. თუნდაც რომ ჩვენ რაღაც პრაქტიკებში შევიდეთ, მე მაგალითად გულწრფელად რო გეთხრათ, ხა ეზოთერული პრაქტიკებში მე არა ვარ. აი პრაქტიკებს გულისხმობ იქ რაღაც ენერგიების დატესტოები, ისინი ეს ჩემი ინტერესი არა. მე უფრო მეცხრესახლურად ვუყურებ, რომ სულიერი განვითარება, რაღაც მოძღვრებებით, სულიერი პრაქტიკებით, შინაგან სამყაროზე მუშაობით და არა ვთქვათ ხა მე ვაპრაქტიკო ენერგია ვიღაცაზე ზემოქმედება მოვახდინო ან ვიღაცამ ჩემზე ესეთ რაღაცები მე ჩემ პირადად მე არ მაინტერესებს, მაგრამ არის ხალხი, რომელსაც შეიძლება ეს გასავლელი აქვთ. ეს პრაქტიკები სჭირდებათ, ხო? ამასაც მორიელი მართავს. ყველაზე კარგი დამუშავება უსაფრთხო მაგალითად ან ესეთი კარგი, ჩემს შემთხვევაში მე რასაც უყურებ ხოლმე არის უფრო იოგას პრაქტიკა. როცა სხვადასხვა ენერგეტიკული ტაიჩი მაგალითად და წარმოსახვითი თერაპიები, ფსიქოლოგია ინტერესებს ძალიან აღმავალ მორიელებს და კარგად გრძნობენ აქ თავს. ეს ნამდვილად ერთ-ერთი კარგი გამოვლენა არის. მაგრამ შეიძლება უსაფრთხოების სფეროში იყოს ადამიანი აღმავალი მორიელი, შეიძლება სამხედრო სფერო აინტერესებდეს, ძალოვანი სტრუქტურები აინტერესებდეს. ეს კატეგორიაც რა თქმა უნდა აღმავალ მორიელთან არის კავშირში, იმიტომ რომ აქ ვამბობთ ხოლმე რომ სულს მოწყინდა სულ იყოს რაღაც მშრომელი, მიწაზე იყუროს სულ, პრაქტიკული იყოს, მარტო ფულს ითვლიდეს სულ, ხო? ანუ მენტალურად ცოტა მატერიალიზმში არის ჩაკეტილი, ამას ვამბობთ, იქვე თუ ლიტიკურ არის, ის შორს ვერ მიდის ცნობიერად და კარგი იქნება რომ წავიდეს. თუ ახლა აღმავალი მორიელია და ლიტიკურო, ეს უკვე სხვა ისტორია არის. მაგრამ თან კურო და აღმავალი, თან ლიტიკურო უკვე ნიშნავს, რომ ადამიანს ძალიან დიდი დოზით სჭირდება სულიერება. განვითარება, ფსიქოლოგიის სწავლა, ანუ ცოტა მოწყდეს უნდა მატერიას, ანუ რასაც ხედავ და ამას ვისრუტავ, ეს არ არის ოკეი. ცოტა და გავაფართოვონ ცნობიერება, ემოციური თვითგამოხატვა ისწავლონ, ემოციების გამოხატვა ისწავლონ, აღმავალი მაგალითად მერვე სახლი თუ მორიელი ეს არის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ისწავლონ პოტენციალის და ემოციური ინტელექტის გახსნა. აღმავალ კეჩხებებს აქვთ ასევე ეს მისიასავით რომ გახსნან ემოციური სამყარო. მორიელი არის უფრო ენერგეტიკული ემოციური სამყარო გახსნან და არასუბთა ემოციები მე ახლა
ტირილი ვისწავლო მე ხლა არა აქ არის უფრო სულიერი გაძლიერება მაგიტომ ნებისმიერი პრაქტიკა რომელიც სულს გააძლიერებს უშიშარს გახდის კრიზისებთან პრობლემებთან ეს არის ოკეი ძალიან პლუს მორიელმა აღმავალმა უკვე ძალიან ისეთ რადიკალურ გამოვლენებში იცის აბსოლუტური ყევანგრევა ცხოვრების და ყევანგრევას არ გულისხმობ რომ რაღაც უბედურება მოხდეს ხო ის უფრო სხვა კომბინაციების არის უფრო როდესაც მე მინდა ძალიან სტაბილური შემოსავალი სტაბილური სამსახური და არ გამოდის სადაც მივდივარ იქ ირყევა ყველაფერი და გადავდივარ მე ისევ კრიზისული აი რო არ ვიცი ხვალ რა იქნება სინამდვილეში ეს სულს უფრო აინტერესებს აი ეს აღმავალი ეს არ არის რომ აი არ გვინდა და ვასრულებთ თავიდან შეიძლება არ მოგწონდეს, არ ვიცით რა არის, მაგრამ რეალურად ეს სულს უნდა, უფრო ბედნიერად გრძნობს თავს აქ. აი ეს არის მნიშვნელოვანი. და ხასიათშიც არის მორიელის თვისებები გამოსავლენი, ხო, ეს არის გამძლეობა, ამტანობა, სულიერი სიმტკიცე, უშიშარი ხასიათი და როცა კრიზისებს ხვდებით ძალიან ძლიერად. აი ეს თვისებები აუცილებლად ჭირდება ამ კვანტს. როდესაც არის პირიქით დაღმავალი მორიელში, ან დაღმავალი მერვე სახლში, ეს აბსოლუტურად სხვა ენერგია არის. ეს არის ადამიანი, რომელმაც წინა ცხოვრებებში გამოიარა ძალიან ბევრი ნეგატივიც, სიკვდილი, თვითმკვლელობა შეიძლება ან ვიღაცის მკვლელობა, ან დრამა ღრმა, ან რაღაცა ისეთი მძაფრი ემოციები, შეიძლება მეომარი იყო, მეომრის კარმას ვეძახით ხოლმე, როცა დაღმავალი მორიელში ან მერვე სახლში არის, ხო? მეომარი, რომელმაც ნახა ძალიან ბევრი უბედურება და იყო სულ სხვების, აი დღევანდელ ცხოვრებაზე უფრო ორიენტირებული და არა სტაბილურობაზე, ხო? ძალიან დაიღალა სული, ესე ვამბობთ ხოლმე, აი ამ მძაფრ ემოციებს შესვეს არიან დაჭემულები თითქოს, რომ აი ყველგან იბრძვიან, სადაც შეიძლება საერთოდ არ არის საბრძოლველი, ხო? აი რაღაც მიზნების დასახვა და უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ თავზე და რაღაც ესეთი ისენი აქვთ ხოლმე, სპორტით არიან ხშირად დაკავებულები და აი ეს უყვართ ეს რაღაცისკენ რო იბრძვიან. ხო, შეიძლება გარემოება უკვე აღარ მოითხოვს მაგას მათგან და ნენელა შეუძლიათ დამშვიდნენ, დაწყნარდნენ დატკბნენ მატერიალური ცხოვრებით, სახლის ყიდვის საშუალებაც ეძლებათ ხოლმე, თუ კარგი კომბინაციები არის, შეიძლება უძრავი ქონება ქონდეთ, კერძო სახლი ქონდეთ, ანუ ცხოვრება უწყობს ხელს, რომ დამშვიდნენ, დაწყნარდნენ და ცოტა გამყარდნენ ხასიათში, მოთმინება ისწავლონ. სიმშვიდე ისწავლონ, სულიერი სიმშვიდე აქვს ამ ხალხს სასწავლი, როგორც წესი. ადრეც მქონდა ამ კვანტზე, რომ აი უკრაინაში ომი რო დაიწყო მაგ პერიოდში დაღმავალი მორიელში იყო, აღმავალი კუროში და აი ჩვენ თვალწინ ხედავდით თქო ერთ-ერთ ვიდეოში ვთქვი, აი ბავშვები რო იბადებოდნენ ნანგრევებზე, ხო, დაღმავალი მორიელის თემა. აი ესეთ რაღაც ნანგრევა იყო მათ წინა ცხოვრებებში, ბევრი, ხშირად ესე ვამბობთ ხოლმე. და აი ეს არის შესაძლებელი. ეს რაღაც შინაგანი ბრძოლა თუ პირიქით აღმავალ მერვე სახლელმა უნდა პირიქით განავითაროს ან მორიელმა შინაგანი მებრძოლის სული და მოკიდებლობა და დამოკიდებლობა აქ იგულისხმება როცა მე რისკზე მივდივარ და მე რაღაც რადიკალურად ვცვლით ჩემ ცხოვრებას აი დაღმავალ მორიელებმა პირიქით უფრო რაღაცნაირად ეს მებრძოლი ენერგია უნდა შეამცირონ და ნენელა სიმშვიდისკენ წავიდნენ ხასიათშიც ჭირდებათ ხოლმე იცით აი ძალიან ისეთი ადუღებული ესენი არიან ადამიანები ხოლმე ემოციურად თითქოს შინაგანად და სჭირდებათ დამშვიდება, დაწყნარება. არანაირი, თქვა ომში წასვლები ან უსაფრთხოების სფეროში, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ დაღმავალი სფეროში ჩვენ არ უნდა ვიყოთ, პირიქით ეს არის ჩვენი რესურსი, მაგრამ ეხლა უკვე განსულ ომში უნდა ვიყოთ, ეს პირობითად გიყვებით, ხო ხდებით? უფრო უნდა გადმოვერთოთ, რომ აი ამ ჩვენი შინაგანი წინა რესურსებიდან შევქნათ უკვე აღმავალი, სტაბილური ცხოვრება, ფინანსური შემოსავალი, ხო? ანუ უკვე უნდა სტაბილურობა შემოვიტანოთ ჩვენ ცხოვრებაში. ვერ ვიტყვი რომ ეზოთერიკა მათი არ არის. პირიქით ძალიან კარგად იყენებენ, ძალიან კარგი უნარები აქვთ, ოღონდ ეს უნდა იყოს კუროს თემაში. მაგალითად ადამიანებს დაეხმარონ კრიზისულ სიტუაციებში სიმშვიდე შეინარჩუნონ და არა მშვიდად ორ რაღაცა მაწუხებს და მოდი უნდა ყველაფერი შევცვალო ჩემ ცხოვრებაში ესეთი მესიჯები ნაკლებად რამდენად მიხვდით ახლა არ ვიცი მაგრამ აი თვითონ ჩვენ პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ხომ
მაგალითად მე ასტროლოგიის რესურსებს ვიყენებ ლომის ზონაში პიროვნული განვითარება. პირდაპირ ჩემი ტექნიკა არის, ხო? ჩემ მერწყულურ რესურსებს ვიყენებ ძალიან კარგად. თან მე-6 სახლი მყავს და აღმავალი მე-12 მყავს და ძალიან კარგად ჩემი აზრით, ანუ ის რო აი ჩვენ შეგვიძლია ინდივიდუალურად ყველამ დამოუკიდებლად პიროვნული განვითარებით ჩვენი თავი გავუყვანოთ, ხო, რაღაც მაღალ ვიბრაციაზე. ასე ვიყენებ ჩემ კარმულ კვანძს. ყოველ შემთხვევაში მე მივხვდი ამას, თორე ჩემი თმით წავედი, ანუ ისე კი არა, რომ ასტროლოგმა მითხრა და მე დავიწყე ეს სისულელი ამეკობრებო, ეს არის საწყისი დონე ასტროლოგიის. ცოტა მაღალი ასტროლოგია მეტ ვამბობ ხოლმე ინტელექტსაც მოითხოვს და მეტ გაცნობიერებას მოითხოვს. ნუ კან რომ მოვიხედე, ესე აღმოჩნდა. არაფერ და მიგეგმავს. ეს არის კარმული კვანძები, როცა ჩვენ დაღმავალის რესურსებს ვიყენებთ აღმავალზე. ხო? და მნიშვნელოვანი ეს არის. უბრალოდ ეს გვაინტერესებს, ეს უფრო მოგწონს, ეს შანსები, აი, გვეხსნება კი არა, ჩვენც მივდივართ ნენელა, ხო? ახლა თუ სახში ვიჯექი, არაფერი არ გაიხსნება და თუ ვცდილობ, რომ გაიხსნას, ხა დაღმავალი კურო და ბავშვობიდანვე იწყებს მუშაობას, ეს კი არ დაუკაკუნეს რომ მოდი იმუშავე, არა, მას უნდოდა მას აქვს ამის შესაძლებლობები, მოყვება ხო ეს უნარები, რომ მას შეუძლია თავისი პოტენციალი გამოავლინოს, ხო? ამაში არის საქმე და აი ძალიან ვცდილობ, რომ ქართულ საზოგადოებაში, ვისაც ასტროლოგია ინტერესებს, ცოტა მაღალი დონე, ახლა მე ძალიან მგონია, რომ 1-10 წლის შემდეგ მიხვდება ბევრი, რასაც ვამბობ ხოლმე. იმდენად მეც ძალიან ბევრი ვიწვალე, რომ ეს ძალიან ბევრს უცხო ენებზე ვსწავლობდი, რომ ეს ყველაფერი გამეკვე, იმიტომ რომ ქართულ ენაზე არ არის უბრალოდ ესეთი ინფორმაციები სამწუხაროდ. ჩვენ ესე მივყვებით სოფლიო, ხო, სადღაც არის უკვე ძალიან შორს და ჩვენ ესე მივყვებით ნენელა ცივილიზაციას, ესეთი განცდა მაქვს ყოველ შემთხვევაში. და მოკლედ აი ეს არის ეს კვანძი. მეკობრებო და რაც ავარია დაღმავალი, როცა მერვე სახლში ზის, ხო, მაინც-მაინც რო სხვების რესურსებზე ვიყოთ დამოკიდებული, მაინც-მაინც ჩვენი არ არის. ჯობია აღმავალი ზონა, ანუ ისწავლოს ადამიანმა მუშაობა, შრომა ისწავლოს, საკუთარი, აი, მათაც უთქვათ, აი, ჩემი ფული მინდა მქონდეს, ჩემი რესურსები. და ძალიან უმართლებთ ხოლმე აღმავალი კუროს შემთხვევაში, ან მეორე სახლის შემთხვევაში, უკვე როცა მუშაობენ თავის რესურსებზე, ბინების გაყიდვა, უძრავი ქონების თემებით დაინტერესება, ის ძალიან გამოსდით, აღმავალი მეორე სახლი განსაკუთრებით როცა არის მაშინ. და ზუსტად აი უნდა შეიძლება დააგროვონ, შეიძლება უკვე უნდა დაფიქრდნენ, ხო? მიწის ენერგიაზე დაჯდნენ, ვამბობთ ხოლმე ესე, გამოიყენონ მიწის ენერგია, ხო? და პირდაპირ სახლი, შენობა ეს მიწის ენერგიასთან ძალიან ესე კავშირში არის. მებაღეობა აინტერესებთ, ყვავილების მოვლა აინტერესებთ, ზრუნვა აინტერესებთ. მეორე სახლი განსაკუთრებით ეს არის ოჯახური სიმყუდროვე, ოჯახური სითბო. და ეს ეხსნებათ ძალიან. აი შეუძლიათ აი კომფორტი კონდეთ სახლში, სილამაზე შეიტანონ, ანუ სიმშვიდე მოსდით, ეს ყველაზე კარგი ვერსიაში რა თქმა უნდა, ხო? და ნენელა საკუთარ ძალებში წხდებიან, აი დარწმუნებულები, რომ უი, მე შემიძლია სტაბილურობა შევქმნა. შემიძლია რომ დავამშვიდო ეს ჩემი შინაგანი სამყარო და დავდგე მიწაზე მყარად. და ეს თვისებებიც ესაჭიროებათ ნენელა განავითარონ. ზოგადად ესე მუშაობს მეგობრებო კარმული კვანძები და მორიელი კუროს ღერძზე ერთი მნიშვნელოვანი არის ახლა რა გვაქვს პრობლემა ხო ქართველებს რომ შეიძლება მეც ვარ ღვევ ამ ბალანსს თუმცა შეგნებულად იმედი არ დავისჭები ძალიან ამის გამო ხუმრობით გიყვებით კურა მორიელის ღერძზე ეს არის რესურსები რამდენსაც გავცემ იმდენი უნდა მივიღო და რამდენსაც გასცემენ ჩემს მიმართ იმდენი უნდა გავცემეც ხო აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით როცა არის ეს ღერძი და არ აქვს მნიშვნელობა შეიძლება პლანეტები კონდეს სახლებში ამ სახლებში ოპოზიციები კონდეს და აქ უკვე ნიშნავს რომ ბალანსი არის რაღაც დარღვეული და რა არის ახლა მნიშვნელოვანი მაგალითად რაც უფრო თქვენ მაგალითად უსმენთ უფასო ვიდეოებს ბერს ხო და თქვენ ენერგიას არ გასცემთ სიტყვაზე ან ძალიან ცოტას გასცემთ. ეს ნიშნავს, რომ ეს სამყარო წაიღებს ესე წერია. ხაგუწველად ხა მე არ ვიცი, რამდენად ესე არის, მაგრამ ესე წერია ყველგან, რომ მე ან ჯანმრთელობის კუთხი წაიღებს სამყარო ჩვენგან, ან პირიქით გამოფიტულები ვიქნებით, ხო, თუ ჩვენ ზედმეტად გავცემთ და უკან არაფერს არ ვითხოვთ. აი აქ შეიძლება პირიქით პრობლემებით შეგვექმნას, ხო და გამოვიფიტოთ და მე დავადებებით დაგვემართოს.
ან ვიღაცა ენერგოვამპირი მივიზიდოთ და წაიღოს ჩვენგან ენერგია. ესე იგი ჩვენ არ გვინდა ენერგიის გაშვება. რაც უფრო განვითარებადი ადამიანი და არ არის, ну ცოტა ისეთ მაღალ სულიერ დონეზე ესე წერია, თუმცა მე არ უყურებ ეგრე ხანდახან მე შეიძლება ეგეთი ვიყო ხო პერიოდულად, რომ აი გადამეკეტოს და ვუყურებდი ძალიან პრაქტიკულად. რას მაძლევს ახლა მე ეს ურთიერთობა, ხო? და მე მაწყობს თუ არ მაწყობს, ეს ძალიან ჩვეულებრივი მომენტია, რაც არ უნდა განვითარებულები ვიყოთ სიტყვაზე, ხო? მაგრამ ზოგადად თუ ტენდენცია არის, რომ მე არაფრის გაცემა არ მინდა ადამიანებისთვის და უბრალოდ მიღება მინდა, აი გამომყენებლური დამოკიდებულება ის აი ამ მურიელი ყუროს ღერძზე ძალიან კარგად ჩანს. და მე ან აქეთ ვიზიტავთ ისეთ ხალხს, რომელიც სულ ჩვენგან უნდა ყველაფერს წაღება და ან ვერ ვიღებთ, ვერ ვიჩერებთ ენერგიას, ან სადღაც მე აუცილებლად დაგვარწყმს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მიღებ გაცემა. ახლა ძალიან ხშირად ვკითხულობ ხოლმე იქ Facebook-ზეც თუნდაც რო დაებენ, რომ რა ამბავია, ფასე რო დაადებენ რაღაცას და ძვირია და ამ დროს ადამიანის შრომა იქ რამდენი იყო ჩადებული და საერთოდ ეს ცოტა ეგოიზმიც არის, ანუ ყუროს ენერგია, ხო, რომ აი მე მარტო ჩემი რესურსები მაინტერესებს და სხვების არ მაინტერესებს. მოკლედ ეს ზონა განსაკუთრებით თუ შავი მთვარე არის ყუროში, მან შეიძლება პირიქით ზედმეტ სდებდეს ადამიანი და უკან არ ფიქრობდეს მიღებას, ან პირიქით უჭერდეს ენერგიას და სხვებს არ აძლევდეს ენერგიას, ხო? აი ესეთ რაღაცებს ყურადღებას სულ უნდა ვაქცევდეთ. მე პირიქით მაქვს ხოლმე ზოგადად უფრო ბევრს გავცემ და აქეთ არაფერს არ ვიღებ და ესეც ვიცი რომ ვარღვევ რაღაცებს, მაგრამ მაინც იცოდეთ, რომ ყურო მორიელის ღერძი მოითხოვს ბალანსს ენერგეტიკულს. რაღაცა გაგიკეთეს, უნდა გაუკეთოთ. ოღონდ ისიც კი არა, ვაიმე მე არ დავისაჯო და ჯობია რომ უკან დაუბრუნო, არა, შინაგანი მოთხოვნილება უნდა იყოს ამისი. შინაგანი უნარი რომ მე არ მენანება, მე ვაფასებ, რაღაცა მიღიმიან, მეც გავუღიმებ, ხო? ესეც ენერგიის გაშვება არის. მე ხა რაღაც სასწაულებს არ ვამბობ, ხო? აი თუნდაც ახლა ქართველებში ახლა ეს უნდობლობა გამოიწვია, მაგრამ როცა გავდივართ და არავინ არ გიღიმის, ესე იგი მე ენერგია არ მინდა გავცე სხვა ადამიანისთვის. მე არ ვენდობი ეს მორიელური ფსიქოტიპი არის სხვადასხვა, როცა მე არ ვენდობი ადამიანებს, არ მინდა მათზე დავიხარჯო. და ესეც პრობლემა არის. კარმული კვანძები ან უბრალოდ ნიშნები არის მეორე სახლებში, ნეგატიურად ოპოზიცია, ან ყურო მორიელის ღერძზე რაღაცა ხდება, რაღაცა არის და ბალანსი დარღვეული, უნდა გადახედოთ მათ. და სხვათა შორის ახლა ტრენინგი მექნება 2-3 მარტს ფინანსური შესაძლებლობების ესეთ თერაპიული ფსიქოლოგიური გაცნობიერების ტრენინგი მექნება. ზუსტად ამ ენერგიებზე მექნება ტრენინგი, ანონსიც მიდევს, ვისაც გაინტერესებს, ხა ესე უცებ გამახსენდა. და ზუსტად ამაზე იქნება საუბარი. რას გავცემთ, სად გავცემთ, როგორ გავცემთ, რამდენად ვაცნობიერებთ ჩვენ ამ ყველაფერს. რესურსების თემა როგორ მუშაობს ასტროლოგიურ პირად რუკაში, ოღონდ ინდივიდუალურად ეს ჯგუფური ტრენინგი იქნება და ზუსტად ამას გავილით ჯგუფური, იმიტომ არის მნიშვნელოვანი მეგობრებო, რომ აი ჩვენ ერთმანეთს ჩართულობით მოსმენით გაცვლა ვისწავლოთ ენერგიის, ხო? ეგ საერთოდ სხვა თემა არის, ვისაც გაინტერესებთ, მე შეგიძლიათ მომწეროთ და YouTube-ზე უყუროთ ამის ანონსს. მაგრამ აი ეს მომენტი მორიელი ყუროს ღერძზე ნამდვილად არის, როცა მე არ მაქვს შემოსავალი, ესე იგი არ გავცემ ენერგიას. შინაგანად შეიძლება არ გავცემ ენერგიას, ხო? და ახლა მარტო შემოსავალზე არის, შეიძლება რომ გავცემ, არა ზუსტად არასწორად. ვყრი სადღაც ენერგიას და მე აღარ მოდის, ხო? ზოგჯერ არის, რომ შედარებით უფრო ისეთ კატეგორიასთან ვართ, რომელიც, აი ზოგჯერ საერთოდ თავის თავს არ აფასებენ შინაგანად და შესაბამისად არც მოდის მე რესურსები. ამაზე ტრენინგი ცალკე მექნება, მაგრამ ეს არის მორიელი ყუროს ღერძი, ძალიან გამიხსევდა ახლა, მაგრამ გასაგები არის თქვენთვის, ხო? და კი ბოლოში ვამბობ, დალაიქეთ თუ მოგწონთ ეს ვიდეოები, მაგრამ მაინც მავიწყდება ხოლმე თავიდან რომ ვთქვა. დროებით კიდე შემდეგ შემოგთავაზებთ ნენელ ვიდეოებს.